de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ 226 ეპიზოდს გადაცემის კვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. მიმდინარე კვირაში ერთი სასაუბრო თემაა მსოფლიოში. რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? ზოგი ფიქრობს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ნაწილი ამერიკა ისრაელს გულშემატკივრობს. ზოგი ირანისკენაა და დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღეში ირანი მოიხოდება და მერე მტრისას. ისეთი ადამიანები კი სულ თითზე ჩამოსათვლელია, რომლებიც ამ საკითხში კარგად ვერ ერკვევიან. ჩვენ რასაკვირველია ამ გეოპოლიტიკურ არეულობებში საქართველოს ამბები გვაინტერესებს. ირანში ომის დაწყებიდან პირველივე დღეს შეიკრიბა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო. უпростоრად ჩვენს დაზვერვას ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა. ამიტომ უშიშროების საბჭო წინა დღეებში შეიკრიბა. დაიდო გეგმა რა შვებით, როგორ ვიქცევით, რა ობიექტებს ვამაგრებთ. ვისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ მაგარი რაღაც მოვიფიქრეთ. რამდენიმე ჯიშის ძაღლის მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. კერძოდ, 10 ჯიშის ძაღლი მომეტებული რისკის მქონე ძაღლებად ჩაითვლება. ეგრე რა, დავამშვიდი მთელი ქვეყანა. ეს მორატორიუმი ზაფხულში ამოქმედდება. იმედია იქამდე არაფერი სერიოზული არ მოხდება. სერიოზულად კი, რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, რა თქმა უნდა, არ შეკრებილან. რანაირად შეიკრიბებოდნენ? ამ საბჭოში იყვნენ ღარიბაშვილი, რომელიც ციხეშია, ლილუაშვილი, რომელიც ციხეშია, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ციხეშია, ვახტანგ გომელაური, რომელიც მრავალი ქვეყნის მიერაა დასანქციონირებული და კაცმა არის ის სადა რას აკეთებს. მოკლედ, უმრავლესობას ფიზიკურად არ ეცალა შესაკრება. ზოგს 5 წელი აქვს ნიში, ზოგს 12. მოცდა მოგვიწევს, სანამ შეიკრიბებიან. რაც შეეხება ახლანდელ თავდაცვის მინისტრს, მოდით გავიცნოთ ეს კაცი. ისეთი პროცესები მიდის, ვის ხელში ვართ, ხო უნდა ვიცოდეთ. ჩვენი თავდაცვის მინისტრია ირაკლი ჩიქოვანი. კომენტარებში დაპლიუსტით, ვინც იცოდით. ირაკლი ჩიქოვანზე დგას დღეს ქართული თავდაცვა. ეს ადამიანი 2012 წელს ალასანიას პარტიაში იყო და მასთან ერთად შევიდა კოალიციაში ქართულ ოცნებასთან. 2014 წელს ალასანია ოპოზიციაში წავიდა. ირაკლი ჩიქოვანიც გაჰყვა. ოპოზიციონერი ჩიქოვანი აქტიურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიასა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალაქ ზუგდიდის ოლქში იყარა კენჭი. ის აკრიტიკებდა ხელისუფლების მოქმედებას და მას არჩევნების გაყალბებაშიც ადანაშაულებდა. სულ დეტალურად ყვებოდა როგორ ყალბდებოდა არჩევნები. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნება დღეს იწყებს არჩევნების და არჩევანის მოპარვას ზუგდიდებისთვის. სიმართლეს ამბობდა ჩიქოვანი. ნამდვილად ეხლა. სიმართლეს ვინც ამბობს ჩვენ არ ვუკავია. საბოლოოდ ჩიქოვანმა მაჟორიტარულ ოლქში 15% აიღო. წააგო. პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ჩიქოვანმა დაახლოებით 2 თვეში ოპოზიციური პარტია დატოვა. მოკლედ, ოპოზიციონერობიდან არაფერი გამოვიდა. არ იშოვება ოპოზიციაში, რა სიზა. ქართულ ოცნებასთან მკვეთრი დაპირისპირების მიუხედავად, გარკვეული პაუზის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლებაში ბრუნდება, როგორც პრემიერ გახარიას სტრატეგიული კომუნიკაციის მრჩეველი და მისი მეგობარი. ბრიფინგზე მართავდა ჯიგარი. დადგა 2020 წლის არჩევნები. ირაკლი ჩიქოვანმა კვლავ ზუგდიდის მაჟორიტარად იყარა კენჭი. ამჯერად ქართული ოცნების სახელით და გამოიცანით რა მოხდა?
არჩევნებში გაიმარჯვა. ირაკლიმ დაუთკიცა მსოფლიოს, რომ პრობლემა მასში კი არ იყო, იმ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენდა. თელ სამყაროს დაუმტკიცეს. იცით რა თქვა ირაკლიმ 2020 წლის არჩევნებზე? ასე თქვა, არჩევნები თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარდა. ერთი წლის შემდეგ ჩიქოვანის უფროსი გიორგი გახარია გადადგა. მისმა თანამოაზრეებმა პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთვის ჩამოაყალიბეს. გახარიას მეგობარი ირაკლი ჩიქოვანი ქართულ ოცნებაში დარჩა. გამოცდილებამ თავის იქნა, ხო ხვდებით? რა მოიგო ყოფილ ლიდერს ალასანიას რო გაყვა? არც არაფერი. საკუთარ შეცდომებზე ისწავლა ადამიანმა. ანუ დარჩა ოცნებაში და რუსულ კანონსაც მშვენივრად დაუჭირა მხარი. იმავე წელს მისი მეუღლეს პოლონეთში გაუშვეს ელჩად. აი ასეთი კაცი ყავს თავდაცვის მინისტრად. ამბობენ ძალიან უყვარს თავისი მეგობრები. ამასობაში ოპოზიცია გაერთიანდა. 9 ოპოზიციური პარტია გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა. ესენია ახალი გირჩი, მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები. წარმატებები ყველას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ ეს გაერთიანება და ოცნების ალტერნატივის შექმნა სულაც არ იყო საჭირო. ალტერნატივა ჩვენ უკვე ვართ, პარტია ხალხის ძალა. ესე განაცხადა. ვეღარ ხვდებოდა მესამე ძალის აუცილებლობას გურამ. იყოს გურამ, რას გიშლის? ვაი და თქვენ არ გამოგივიდეთ ოცნების რეჟიმის დამარცხება და გაცამტვერება. იყოს სხვაც. ამასობაში ქოცებმა ისარგებლეს მსოფლიო არეულობით და გრანტების რუსული კანონი და კანონი ოცნების არაღიარებაზე, ესე ქვია, რა ვიცი. არაღიარების კანონი მიიღეს. რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6 წლამდე პატიმრობას. ანუ შეიძლება ამ დარღვევისთვის 2 თვე უფასოდ გამუშაოთ. გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ, ეს საუკეთესო შემთხვევაში, ან 6 წლით დაგიჭირო. გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ მორიგი შეზღუდვები წარადგინა, რომლის მიხედვითაც შემოაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. ქოცებო, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია რას ნიშნავს? ანუ ვაღიარებ თუ არა პარლამენტს, პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტს? დავი, კი, ვაღიარებ. ეს ინსტიტუტები ნამდვილად გვაქვს. ადამიანებს რაც შეეხება, ვინც ამ თანამდებობაზე. მაგაზე ვიკამათოთ, რავი. თორე პარლამენტს ვაღიარებ თუ არა, რა თქმა უნდა ვაღიარებ. ბევრჯერ დამინახავს. ნამდვილად არის იქ. ბევრჯერ მდგარ ვარ მის წინ. შოთა რუსთაველის 8 ნომერში მდებარეობს. ახლა კი კარგი ამბავი ტავტოლოგიის მოყვარულებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკების შეძენა შენახვის ფაქტზე დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მოვიდა გაზაფხული. სამწუხაროდ მხოლოდ პირდაპირ მნიშვნელობით, უბრალოდ მარტი დადგა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ წინა ეპიზოდში დაგვავიწყდა თებერვლის ტოპ 5 განცხადების გამოვლენა. ამიტომ რუბრიკა თებერვლის ტოპ 5 განცხადება. მეხუთე ადგილი. თორნიკე ჭეიშვილი. დეპუტატია. ბრიტანეთი არის საკმაოდ სერიოზულ კრიზისში. ეკონომიკური სტაგნაცია, მიგრაციის პრობლემები, კვირა არ გავა, რომ ახალ სკანდალში არ გაეხვიოს ბრიტანეთის ხელისუფლება. ეს განცხადა. მესმის რომ ჩემი მაყურებელი გაცილებით მაღალი დონის კოცობებს არის შეჩვეული. ეს განცხადება რა ხუთეულში შესაყვანიაო შეიძლება მითხრათ, მაგრამ მოდით, ვიქნებით მკაცრები. გამოცდილი აზრის გიგანტები გააქრეს კოცებმა, რავი, ზოგი დაიჭირეს, ზოგი გააქციეს. ღარიბაშვილის და გომელაურის განცხადებებს შეჩვეულებს. ცოტა ხანი გაგიჭირდებათ. ახალი თაობა ასე უცებ ვერ დადებს იმად დონეს. მაგრამ
დააცადეთ და ცოტა ხანში ნახეთ რეებს იზავენ ესენიც. მეოთხე ადგილი. ლევან მაჭავარიანი საუბრობს ირაკლი კობახიძეზე. მის ინტელექტსა და განათლებაზე ცალკე ეთერი დაგჭირდება. მაგაზე რომ ვისაუბროთ. ცალკე ეთერი დაგჭირდება. და მე რა გიშლით ხელს? 4-5 დიდი რამდენიმე პატარა ტელევიზია გაქვს. მოხოდეთ გადაცემების ციკლი ირაკლი კობახიძის ინტელექტზე. გინდა დასანქცირებულ არხებზე გაუშვით, გინდა დასასანქცირებლებზე. საეთერო დროის მეტი რა გაქვთ. იჩქარეთ ხალხო ოღონდ. ირაკლი სულ კი არ იქნება პრემიერი. სანამ ბიძინას მოსწონს, იქამდე უნდა ადამიანს დაფასება, თორემ მე მესამე ადგილზე გავიდა ირაკლი კობახიძე დიალოგით. ეს პირველი შემთხვევა რუბრიკის ისტორიაში, როცა ხუთეულში მოხდა არა განცხადება, არამედ დიალოგი. ირაკლი კობახიძე. ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. რამდენი ხანიც იქნება საჭირო, მოთმინებით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. ჟურნალისტი. მოთმინება, როდის ამოგეწურებათ? ირაკლი კობახიძე. არასოდეს. ელოდებიან. კოცებო, გინდათ ერთი პიესა გირჩიოთ, სემიულ ბეკეტის გენიალური პიესა. გინდათ? კაი, გადავიდეთ მეორე ადგილზე რა. კოც. კოცი და პიესა. მეორე ადგილზე გავიდა ირაკლი კირცხალია. ეს დეპუტატია. მოვლენები ისე ვითარდება. დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება. აღარც ბრიტანეთი. აი, ახალი თაობის კოცებს თუ არ შეუძლიათ წასულების ღირსეულად შეცვლა, დამიჯერეთ ხოლმე. 2014 წლის რეფერენდუმზე შოტლანდიელთა უმრავლესობამ უარი თქვა ბრიტანეთიდან გასვლაზე. თუმცა, ადრე თუ გვიან ოდესმე შოტლანდიელები დამოუკიდებლობას თუ აირჩევენ, აი მაგ დღეს გამოვა ირაკლი და ამაყადი წვის. ხო ვამბობდი. სამწუხაროდ მაგ დროისთვის ალბათ კოცებიც აღარ იქნებიან და ყველა დაიკიდებს, რომ ირაკლი ამას მართლა ამბობდა. მაგ დროისთვის ტელევიზიაში თუ იქნები, დამირეკეთ ირაკლი და გაგაშუქებთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ შოტლანდია თუ ცალკე გავა, ეგ ბრიტანეთის გამარჯვება იქნება და არა მარცხი. იმდენად დემოკრატიული და კეთილშობილი გახდა ერთდროს დაუნდობელი იმპერია, რომ ერებს უფლებას აძლევს ცალკე გავიდნენ ყოველგვარი შანტაჟის, ხელის შეშლის და 9 აპრილების გარეშე. შენ ამას ვერ გაიგებ, მაგრამ დაიკიდე, გაგაშუქებ, მოკლედ ბრიტანეთი. ბრიტანეთი თუ დაიშლება, გაგაშუქებ. და პირველი ადგილი, მაკა ბოჭორიშვილი, დიალოგი ჟურნალისტად. როგორც ხედავთ, განცხადებების დრო ნელ-ნელა მიდის, დიალოგების ეპოქა დგება. მაკა ბოჭორიშვილი. ვისი პროპაგანდისტული არხები არიან იმედი და პოსტივი? ჟურნალისტი. ოცნების მიერ კონტროლირებული არხები არ არიან? მაკა ბოჭორიშვილი. და მერე? ეს იმ დონის განცხადებაა, რომ შამპანური უნდა დავხუროთ. სამწუხაროდ ინკასო გვადებს, სხვა დროს იყოს. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. წინა ეპიზოდში დონალდ ტრამპს დავპირდი, რომ აიათოლასას თუ მიაყოლებდა მადუროს, გადავცემდი პრემიას მშვიდობის დარგში. მართალია რეჟიმის ცვლილებას გულისხმობდი, რაჯერ არ მომხდარა, მაგრამ მაინც მზად ვარ, შევხვდე ბატონ დონალდს და პრემია გადავცე. თუ გსურთ, მე ჩამოვალ, თუ გინდათ ტრამპი ჩამოვიდეს საქართველოში. გამაგებინეთ პასუხი. ორივე ვარიანტისთვის მე პირადად მზად ვარ. ამიერიდან ყაველაშვილთან ერთად მეც ველოდები თქვენ ზარს. როდის მომბეზდება, ლოდი? არასოდეს. 10 იანვარს ეთერში გავიდა 229 ეპიზოდი გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. ეპიზოდის სახელია მადურო, ვინ იქნება შემდეგი. მოდი ვნახოთ, რას ვამბობდი. ბატონ აიათოლას რაც შეეხება,
ბატონ აიათოლასთან მიმართებით ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ხვალ იქნება ერთ თვეში თუ წლების შემდეგ ეს არავინ იცის. უამრავ ცვლადზეა დამოკიდებული, მაგრამ რეჟიმი რომ მოფამფალებულია, ფაქტია. ხამენეის სისხლიანი რეჟიმის ჩამონგრევასაც ვნახავთ. სამწუხაროდ კოცები ისევ არასერიოზულად ეკიდებიან ჩემს პროგნოზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მინიმუმ ანძას არ გაანათებდნენ ირანის ფერებში და შაჰაბასობას არ იზეიმებდნენ ირანის საელჩოში. ზემოთ აღნიშნულ გადაცემაში ერთი შეცდომაც მქონდა პროგნოზში. ვთქვი, რომ მადუროს შემდეგ ორბანი იქნებოდა და შემდეგ აიათოლა. როგორც ჩანს რა, ეგრეა, ფაქტია, ჯერ აიათოლა, შემდეგი იქნება ორბანი. თუმცა აქაც შეიძლება შევცდე ორბანამდე შეიძლება კუბის დიქტატორმა მოასწროს. რავი, თანამდებობაში მოკლედ ვერ გამოვდექი ძლიერი, თუმცა დეტალებზე ნუ გამომეკიდებით. თავარი პროგნოზი აი ეს იყო. 2026 წელი რთული წელი იქნება ნაბოზვრებისთვის. ნეტა თაღლითობა შემეძლოს გაწითლების გარეშე. გავხდებოდი ასტროლოგი, ან ნათელმხილველი, გავაკეთებდი მაყუთს. ცოტა ლოგიკური აზროვნება გჭირდება. ოდნავ გეოპოლიტიკის ცოდნა და მეამატე მერე ამას მერწყული, სასორი, იუპიტერი, სატურნი, ეტლი, ენერგია, გიშერი. ვიზაც გაწითლების გარეშე შეგიძლიათ ასეთების ლაპარაკი დამიკავშირდით. ანუ მე გეოპოლიტიკურ პროგნოზებს დაგიწევთ და თქვენ პლანეტები და თხის რქები მერე ჩაამატეთ და მაყუთი გავიყოთ. სურველებმა მოგწერეთ პირადში ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე. დეტალებზე შევთანხმდებით. წინა ეპიზოდი ჩავწერეთ პარასკევს. კაი გვიან იყო უკვე როცა დავასრულეთ. წავედი, დავიძინე, დილით გავიღვიძე და აიათოლა უკვე ცოცხალი აღარ იყო. ზუსტად ეგრე მოხდა მადუროზეც. დავიძინეთ, გავიღვიძეთ, მადურო უკვე შესახლებას ელოდებოდა ამერიკის ციხეში. ანუ უკვე დაძინების კომპლექსი ავიკიდეთ. რომ ბავშვი რო გაიზრდება, მკითხავს ამ პერიოდზე როგორ ვთქვა, მაგ დროს მეძინათ. სოფლიოს ისტორია იწერება ჩვენს თვალწინ. კარგი იქნებოდა არ იყოს საჭირო ძალის გამოყენება დიქტატორების წინააღმდეგ, მაგრამ არ გესმით ადამიანური საუბარი და ვის და აიათოლებს შეგეძლოთ ამ ყველაფრის თავიდან არიდება. უბრალოდ ადამიანების ხოცვა ჟლეტაზე და ატომურ პროგრამაზე უნდა გეთქვათ უარი. თქვენ მართლა შეგეძლოთ ომის არიდება. ქოცების ლოგიკით სააკაშვილმა ვერ აირიდა ომი. ზელენსკიმ ვერ აირიდა. აიათოლა მოწამეობრივად დაეცა. ანუ შეუცნობელია ლოგიკა ქოცისა. პირიქით, ქოცებო, პირიქით. საქართველოს და უკრაინას არ შეეძლოთ ომის არიდება, იმიტომ რომ რუსეთი ითხოვს სახელმწიფოებრიობის დათმობას, ტერიტორიების დათმობას, თავისუფლების დათმობას. ამას ვერ დათმობ, ამიტომ ომს ვერ აირიდებ. მაგრამ შეგიძლია დათმო რეპრესიები, დათმო ატომური პროგრამა და აირიდებდნენ ომს. უკრაინამ ატომური პროგრამა კი არა, მთლად გამზადებული ატომური ბომბები დათმო, ბიჭო. მაგრამ მაინც ვერ აირიდა, იმიტომ რომ აქეთ რუსეთია გაიგი აქეთ. სამწუხაროდ ირანის რეჟიმმა არ აირიდა ომი და ახოცავს საჯიშე ტიტუშკებს. როცა ისრაელმა და ამერიკამ დაბომბები დაიწყო, ირანმა ყველა მიმართულებით რაკეტები გაუშვა. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ისროლა. მამაკაცები მიმიხვდებით, აი PCP-ის დროს რო დაგაცემინებს. ყველა მიმართულებით გაასხა ირანმა. პირველ დღეებში ირანმა ათასობით ბალისტიკური რაკეტა და დრონი ისროლა. რამდენიმე დღეში ინტენსივობა მიკლო. რაკეტების მარაგიც მცირდება, პლუს რაკეტების გამშვებებზეც ნადირობენ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები. ბალისტიკური რაკეტების პრობლემა უკვე თითქმის გადაჭრილია. ირანი ვეღარ ისვრის იმ რაოდენობით, რომ მოკავშირეებისთვის საერთსაწინააღმდეგო სისტემებისთვის პრობლემას წარმოადგენდეს. პრობლემა რჩება უპილოტოები. ირანის იაფიან ჩუსტალიოტებს ვერ აგდებენ, ან ჩამოგდება არარენტაბელურია მილიონიანი პატრიოტის რაკეტებით. ჩუსტალიოტი, ვინც არ იცით, არის ნეოლოგიზმი, ნაწარმოებია სიტყვებისგან ჩუსტი და ვერტალიოტი.
იაფიან დრონებთან საბრძოლველად ამერიკის შეერთებულ შტატებმა ისრაელმა და მოკავშირეებმა დახმარება თხოვეს უკრაინას. უკრაინამ დაგეხმარებითო. კაი კაცია ზელენსკი. მე დამსმელს გაგინებდით ყველა. და მე დაგეხმარებოდი. დარწმუნებული ვარ ზელენსკიმაც გაგინა ტელეფონის დადების შემდეგ ეხერე. განა უკრაინა არ არის მორალურად ვალდებული რომ დაგეხმაროთ. თქვენი დახმარების გარეშე უკრაინა დაეცემოდა და უკრაინაც დაგეხმარებათ, არ ეშლებათ ეგეთები, მაგრამ ხო გქონიათ ათასობით პეტრიოტის რაკეტა. მიგეცათ ცოტა მეტი. ამიტომ ეხლა ცოტა გინდება გეკუთვნით აიდან. ირანმა ერთი რაკეტა აზერბაიჯანსაც ესროლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის სამიზნეში ბაქო, თბილისი, ჯეიხანის ნავთობსადენიც არის. თუ ისროლეს, იმედია თურქეთი და აზერბაიჯანი გადაიჭერენ. ჩვენგან თუ რამე იქნება საჭირო, რავი, ახალ-ახალი ბათინკები არ რამე. აგერ ვართ რა. ბრძენი კაცია ბატონი ბიძინა. ჩვენ რო საჰაერო თავდაცვა განგვევითარებინა. რამდენი სანერვიულო გვექნებოდა? გადავიჭერთ რაკეტას, ვერ გადავიჭერთ რაკეტას. ეხლა ინერვიულოს თურქეთმა და აზერბაიჯანმაც ბო. თუ არც გადაიჭერთ რა. ჩემი აზრით ირანი ვერ გაბედავს ნავთობსადენის დაბომბვას. ამ შემთხვევაში ირანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას დაიბომბება. თუმცა პროგნოზისგან მაინც შევიკავებ თავს. ირანის რეჟიმი არ არის საკმარისად რაციონალური იმისთვის, რომ პროგნოზს ექვემდებარებოდეს. რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, როგორ დასრულდება? ამ კითხვებს რომ უპასუხოთ, უნდა ვიცოდეთ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მიზანი. ერთი მიზანი ზუსტად ვიცით. ირანის სამხედრო პოტენციალი უნდა დასუსტდეს იმ დონემდე, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდეს არავისთვის. ეს მიზანი უკვე თითქმის შესრულებულია და მივა ბოლომდე, იმიტომ რომ ჰაერში აბსოლუტური დომინაცია მოპოვებულია. ამერიკის და ისრაელის თვითფრინავები ირანის საში უკვე ტრუსიკებით დაფრინავდა. თუკი რამე ობიექტი იმდენად ღრმად არის მიწაში, რომ ჰაერიდან ვერ განადგურდება, ლოკალური მცირე სახმელეთო ოპერაციაც შესაძლებელია. დესანტი, შესვლა, დანაღმა, წამოსვლა, აფეთქება. რაც შეეხება რეჟიმის შეცვლას, არ ვიცით რეჟიმის ცვლილება არის თუ არა თვითმიზანი. რა თქმა უნდა, სურვილი არის, ბევრ რამეს გააკეთებენ ამისთვის, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, აი ეს არ ვიცით. წლობით არ გაგრძელდება ომი, ამაში დარწმუნებული ვარ. ირანის სამხედრო პოტენციალს გაანადგურებენ. რეჟიმსაც თუ მიაყოლებენ, ხო კარგი. ახლა მთავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნა, ჩვენ ახლა ერთადერთი საქმე გვაქვს. ვემუშაოთ დასავლეთ პარტნიორებს, რომ არ დაგვიკიდონ. იმედია გაერთიანებული ოპოზიცია შეძლებს, რომ დასავლეთის ინტერესის სფეროში დავრჩეთ. ეს თუ მოხერხდა, ყველაფერი იქნება კარგად. თუ არა და ცხოვრობდით აქ ხალხი დიქტატურაში, მისვლა-მოსვლა იყო, სიყვარული. მართლა კი არა, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ შაბათ-ხორბალში.